შეიძლება რა ვიცი. ხო არ დავასრულოთ ამით. ბატონი ზურავი კითხულობს დავასრულოთ ამით თუ იკამათო. მე მგონი დღეს გამოსვლის სურვილი ძალიან ბევრს ექნება. აქ წერილებიც არის, განაცხადებიც არის, კიდევ და კიდევ დეპეშები და ასე შემდეგ. მაგრამ მე როგორც მოგახსენეთ, ჩვენი შეხვედრის მთავარი მიზანი ის იყო, რომ აი შეხვედროდით ერთმანეთს და გვეთქვა, რომ არაფერი დაღუპული არ არის, ქვეყანა ვითარდება და წინ წავა და ყველამ დასკვნა გააკეთოთ, რა თქმა უნდა, გამგებლებმა, ქალაქების ხელმძღვანელებმა, ზღუნებულებმა, სხვებმა და სხვებმა. ყველას ექნება მხარდაჭერა, მაგრამ იქნება კიდევ უფრო სასტიკი მოთხოვნა. აი ეს თქვენ გინდათ, მე ვიცი რომ ასე უნდა ვთქვა, რომ ცოტა მოითხოვე და ცოტა უფრო კაცრი ვიყავი. ბატონო, დავასრულოთ ეს მართლა წარმოუდგენელი. ეხლა თუ პარლამენტარები გამოდიან, აქ არიან ჩაწერილი ბატონი როინ მეტრეველი, ბატონი თამაზ ცივცივაძე, ბატონი გიგალ ლორთქიფანიძე, ბატონი კალანდაძე ახალგაზრდობის ფონდი, ბატონი ოთარ მეღვინე-თუხუცესი, ბატონი ამაშუკველი, ბატონი ხუროძე, სანამ თქვენ მოგზანდებოდით ეს ხალხი სულ ჩაწერილი იყო. და დავიწყოთ მაშინ, მე არა ვარ წინააღმდეგი. მე ვთქვი მიზანი რაც არის. თუ ინვე მოვიდა იმისათვის რომ პრეზიდენტი გაასამართლონ, ეს აქ არ მოხდება ამ დარბაზში. ამისათვის სხვა დარბაზი არსებობს. და ვინ არის მომხრე, ერთ წუთით. ვინ არის მომხრე, რომ გავაგრძელოთ აი ამ საკითხზე მსჯელობა ეხლა. გავაგრძელოთ, ვინ არის ამის მომხრე? ვინ არის მომხრე, რომ დავამთავროთ ამის დღევანდელი ჩვენი შეხვედრა? ბატონ ზურავის მიმართ გავაკეთოთ გამონაკლისი. ერთადერთი უნდა გააკეთოს დღეს ამ დარბაზმა. კიდე ერთხელ მიულოცოს საქართველოს, რომ ჩვენ გადავჭით. გაუმარჯოს ჩვენ დამოუკიდებელ სამშობლოს და მის პრეზიდენტს. ეს არის ერთადერთი მის შეგვიძლია. დავამთავროთ.